მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 36. ერთი ბოლოდან დახშული 3L სიგრძის წვრილი მილი მოთავსებულია ვერტიკალურად ღია ბოლოთის ზემოთო. მილის ქვედა ნაწილში L სიგრძის ჰაერის სვეტი გვაქვს, რომელიც ჩაკეტილი არის 2L სიგრძის ვერცხლის წყლის სვეტით. შემდეგ მილში ჰაერი ძალიან ნელა გაათბესო, ისეო რომ ეს ჩვენი ვერცხლის წყლის ნახევარი გადმოღრილა. შემდეგ კიდევ გვეუბნებია რომ მილის განიკვეთის ფართობი გვაქვს S-ი, ატმოსფერული წნევა არის ρ-ჟეელიო, სადაც რ ვერცხლის წყლის სიმკვრივეა, ხოლო ჟ თავისუფალი ვარდნის აჩქარებაო და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ აქ რამდენიმე კითხვა გვაქვს მოცემული და მაგაებზე უნდა გავცეთ ახლა ჩვენ პასუხები. კარგით, მოდით ახლა ცოტა ასე გავადიდოთ. ასე ხო? ხო, მოდი ძირითადი რაც არის მოცემულობეთ ჩავწეროთ, ესე იგი რა გვაქვს მოცემული. მოცემული გვაქვს რომ როჟეელის ტოლი არის ატმოსფერული წნევა, მოდი პენულით აღვნიშნოთ. ატმოსფერული წნევა, ესე იგი პენული ტოლი ყოფილა როჟეელის. და განიკვეთის ფართობი არის S-io. აი ამის ფართობზეა საუბარი, აი ეს არის S-io. და პირველი გვეკითხებიან რას შევხედოთ. პირველში აინტერესებთ მილში ჰაერის საწყისი წნევა რის ტოლი არის. კარგით, ახლა ჰაერზე წნევას ერთი მხრივ აწარმოებს როგორც ვერცხლის წყლის სვეტი, ისე ატმოსფერული წნევა, ხო? შესაბამისად, ჰაერის წნევის დათვლისას P, მოდი 1 დავარქვათ, რადგან საწყის წნევაზეა საუბარი, P1 დავნიშნოთ. P1 ჰაერის წნევა, ტოლი იქნება ცალკე ვერცხლის წყლიდან მოსული წვლილი, ესე იგი P ცალკე ატმოსფერული წნევიდან მოსული წვლილი P0, კიდე ამას უნდა დაემატოს ეს ვერცხლის წყალი რა წნევასაც აწარმოებს, ხო? ორივე უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა. ეს დამატებული P ვერცხლის წყლის წყალი, მოდი V-ი აღვნიშნოთ, P1. ეს ტოლი იქნება P0 პირობით არის ρ-ჟ-L, ხო? ამას კიდე უნდა დაემატოს ρ-ჟ და ვერცხლის წყლის სვეტის სიმაღლე H, მაგრამ H ჩვენ შემთხვევაში შევხედოთ, აბა ვერცხლის წყლის სვეტის სიმაღლე ხო იქნება აი S, ხო? აი ეს იქნება, რომელიც ესე იგი მთლიანი მილის სიგრძეს 3L არის, ქვედა ნაწილი L-ია, შესაბამისად ის იქნება 2L, ხო? სიმაღლე. ანუ ეს კიდე უნდა გამოვიდოს სიმაღლეზე 2L-ზე. და რაც მივიღებთ, ესე იგი როჟეელს კიდე 2 როჟეელი ემატება 3 როჟეელს მივიღებთ, ხო? 3 როჟეელი. ანუ პირველში დავწეროთ პასუხი. პირველის პასუხი იქნება საწყისი წნევა ჰაერის ტოლი ყოფილა 3 როჟეელის. როჟეელის. შემდეგ აბა გავაგრძელოთ რას ვიკითხებიან, მილში ჰაერის საბოლოო წნევა. ხო, ეხლა პირობით ჩვენ გითხრეს რომ თავიდან ჰქონდა ეს ჰაერი, ხო, პირობები ქონდა მოცემული და შემდეგ რა ქნეს? პირობის თანახმად გათბობის შედეგად ვერცხლის წყლის ნახევარი გადმოიღვარა, ხო? ანუ რა სიტუაცია იქნება? მოდი მეორე სურათიც მივახატებ ახლა. აი, მივახატოთ. ესე იგი, მოიცა, მინდა გავადიდო. ესე იყოს. ახლა, ეს არის პირველი სიტუაცია ვერცხლის წყლის გადმოღვრამდე. ეს უკვე მეორე სიტუაცია არის ვერცხლის წყლის გადმოღვრის შემდეგ. ნახევარი გადმოიღვარა. შესაბამისად, 2L სიგრძე თუ ეკავა ამ ჩვენ ვერცხლის წყალს, გადმოღვრის შემდეგ ნახევარი თუ გადმოიღვარა, აი მის სიგრძე გახდებოდა შესაბამისად L-ის ტოლი, ხო? 2L იყო, ნახევარი გადმოიღვარა, განახევრდა სიგრძეც, აი L დარჩა. და მილის სიგრძე არ შეცვლილა და მილის სიგრძე თავიდან 3L იყო, ისევ 3L უნდა დაგვრჩეს, შესაბამისად, აი ჰაერის სვეტის სიმაღლე კიდე გამხდარა რამდენი 2L, ხო? ეს იქნება 2L. და გვეკითხებიან ამ შემთხვევაში გადმოღვრის შემდეგ რამდენი იქნებაო? გადმოღვრის შემდეგ იგივე დავწეროთ, ესე იგი მეორე შემთხვევაში უკვე P2. ტოლი იქნება აქაც ატმოსფეროს წვლილი მოსული, ატმოსფეროდან მოსული წნევა დამატებული P ვერცხლის წყალი აქაც, ეს ტოლი იქნება. ოღონდ P ვერცხლის წყალი პირველი შემთხვევისთვის დავაწეროთ, ეს მეორე შემთხვევისთვის, იმიტომ რომ სხვადასხვა იქნება, ხო? აი რატომ შევხედოთ, ესე იგი P0 არის მოცემულობით როჟეელი, ამას კიდე ემატება როჟე H-ი, მაგრამ H ხო შემცირდა, გახდა 2L, გახდა აგერ L-ის, ხო, აგერ გამოსახულებ მიწერილიც გვაქვს, ესე იგი როჟეელი გვაქვს და ეს გამოგვდის 2 როჟეელის ტოლი. 2 როჟეელი. აი ესე იგი ეს მეორეც დავწეროთ აქა. მეორეში P2 ესე იგი ყოფილა 2 როჟეელი, კი ბატონო. შემდეგ რა უნდათ? რა კანონით იცვლება ჰაერის წნევა მილში ვერცხლის წყლის სვეტის ქვედა ზედაპირის X-ით გადაადგილებისას? ეხლა ეს ნახევრად რო გადმოიღვარა, რა გვიქნია ესე იგი? L-ით აიწია ზემოთ, ხო? 2L იყო სიმაღლე, L-ით აიწია განახევრდა. ანუ თავიდან თუ არის 2L და დაუშვათ პირობითად 1 მეტრით ავწიეთ ზემოთ. თუ თავიდან 2L-ია, 2L-ს -1 მეტრი დაგვრჩება.
თუ 2 მეტრი თავწევთ 2l - 2 მეტრი დაგვრჩება, ხო? ვერცხლისწყლის სიმაღლე და x-ით თუ წავანაცვლებთ, მაშინ 2l - x-ის სიმაღლე დაგვრჩენია. ანუ ეხლა რა სიტუაციასაც გვეკითხებიან, ესე იგი აი ეს იქნება 2-ს მინუს 2l მინუს x-ის სიგრძე გამხდარა 2-ს მინუს ბოდი შევკაცრავთ, მოდით ესე გავაკეთოთ ასე. აი ეს სიგრძე, ესე იგი x-ით თუ იმან აინაცვლა, თავიდან იყო 2l გამხდარა 2l მინუს x-ის სიგრძე გამხდარა. ხო, ეს კიდე რა იქნება? ეს კიდე გახდებოდა l პლუს x-ი. იმიტომ რომ x-ით აიწია ზემოთ. და დავწეროთ ახლა მესამე შემთხვევისთვის რა გვექნება? მესამე შემთხვევისთვის ჩვენ მივიღებთ შემდეგ გამოსახულებას, აქაც p ტოლი იქნება p0 აქაც დამატებული როჟე p ვერცხლისწყალი ეს ტოლი იქნება p0 არის როჟეელი აქაც როჟეელი დამატებული როჟე და სიმაღლე, ხო? სიმაღლე 2l - x-ია 2l - x-ი გვექნება ამ შემთხვევაში ეს ტოლი იქნება როჟეელს პლუს 2 როჟეელი კიდე, ფრჩხილებს თუ გავხსნით 2 როჟეელი და კიდე გამოვაკლდა მას როჟე x-ი. ეს ტოლი იქნება როჟეელს პლუს 3 როჟეელი, 3 როჟეელს მინუს როჟე x-ი. ეს უდრის? მოდით როჟე გავიტანოთ გარეთ და რა გვრჩება? როჟეს თუ გავიტანთ ახლა ჩვენ გარეთ, დაგვრჩება 3h მინუს x-ი. ხო? ესეთი გამოსახულება. ესე იგი მესამის პასუხიც დავწეროთ. მესამეში ყოფილა s x-ზე დამოკიდებულება შემდეგი სახე ქონია 3 არა, ვაცრავოთ როჟე 3h-ს რატომ? როჟე 3h-ს არა, უცრავად 3l-ს გაც, აქო l-ი გვაქვს. ავტომატს ისე დავწერე, რომ წავიკითხე თითქოს ის მიწერიაო, h-იო, ხო? ესე იგი 3l მინუს x-ი, აჰა, ესე. კი ბატონო, ახლა მეოთხეში შევხედოთ აბა. მეოთხე. მილში მყოფი ჰაერის მიერ შესრულებული მუშაობა გვაინტერესებს ამ შემთხვევაში. ეხლა ჩვენ თუ დავაკვირდებით აი ამ გამოსახულებას, სადაც გვაქვს აი s აი ამ გამოსახულებას. p x-ის მიმართ არის წრფივი ფუნქცია. შესაბამისად, მუშაობა ტოლი იქნება, მეოთხე დავწეროთ, აი დავწეროთ მეოთხე. მუშაობა ტოლი იქნება, რადგანაც წრფივი დამოკიდებულება გვაქვს p-სა და x შორის, ეს ტოლი იქნება p საშუალო დელტა v, ხო? დელტა v. ეს ტოლი იქნება მეორე მხრივ p1-ს თავიდან საწყის წნევას დამატებული საბოლოო წნევა შეფარდებული 2-თან საშუალო მნიშვნელობა ავიღეთ, ეს კიდე უნდა გამოვხდეს v2-ს მინუს v1-ზე. v1-ზე ეს უდრის რას? ეხლა აი ას დროის საწყის მომენტში, სანამ გაფართოვდებოდა ეს ჩვენი ჰაერის ინსტიტუტით ჰაერის მიერ შესრულებული მუშაობა. ხო, სანამ ეს გაფართოვდებოდა ეს ჰაერის სვეტი, სანამ ზემოთ წაინაცვლებდა. მანამდე მოცულობა არ ეკავა, ხო, წანაცვლებული მუშაობას არ ასრულებდა. შესაბამისად, საწყისი მოცულობა ნულის ტოლი გვაქვს, ხო? ანუ მაშინ რა გვექნება? მაშინ ჩვენ გვექნება p1 არის რამდენი? p1 მივიღეთ 3 როჟეელი. ამას კიდე დაემატება 2 როჟეელი. ეს შეფარდებული 2-თან. და ეხლა დავაკვირდეთ აი საწყის მომენტში, საწყისი დონე არის აი ეს. აი საწყისი დონე. ესე იგი ეს დაუბრუნდეთ როგორი სიტუაცია აქ იყო 2l, l თავიდა ხო ზემოთ. აქ გვაქვს აქ იყო x არა l გახდა აქ და 2l გახდა აქ. მაშინ აი რამდენით აი ეს რამდენი იქნება მაშინ აი წანაცვლება იქნება სიმაღლე აი მის l. შესაბამისად საბოლოოდ მოცულობა ეს არის s-ი და ფუძის ფართობს თუ გავამრავლებთ ახლა აი აქ მთლიანად რა მოცულობაც წაინაცვლა რა მოცულობითაც წაინაცვლა ამ ჩვენმა ჰაერის სვეტმა იქნება s-ი გამრავლებული s-ი, ხო? v-ისთვის, v2-ისთვის საბოლოო მდგომარეობაში. ანუ ის კიდე უნდა გამრავლდეს s-ი l-ზე. და რა გამოგვდის ახლა ესაც ჩვენ 3 როჟეელს პლუს 2 როჟეელი არის 5 როჟეელი, ესე იგი 5 მეორედი როჟეელი გვაქვს და კიდე ეს ყოლდება s-ზე და l-ზე. ეს l და კიდე l გვაქვს დამატებით. აგვექნება l კვადრატი და s-ი, ხო? კი ბატონო, ესე იგი რა გამოგვივიდა მეოთხესთვის? მეოთხეში გამოგვივიდა, რომ მუშაობა ტოლი არის
5 მეორედი რო ჟ l კვადრატ s-ის და მოდით ახლა ესე მოვიქცეთ ეს ამოცანა როგორც ამოხსნილი სრულად საკმარისი არის მასშტაბების გამოცდის დონისთვის თუმცა მოდი ზოგადობისთვის ცოტა უფრო შედარებით გასათვალს გავაკეთოთ დიფერენციალურ და ინტეგრალურ გარემოს გამოყენებით მოდით ასე მოვიქცეთ შეხედეთ რა სიტუაცია გვაქვს ახლა ჩვენ თუ ავიღებთ აი მცირე მოცულობა რო ავიღოთ აი მცირე მოცულობა აი ეს მცირე მოცულობა რო ავიღოთ აი ეს მცირე მოცულობა შესაბამისად აი ეს წანაცვლება იქნება აი ეს არის დელტა x dx-ით ავნიშნოთ მოდით წანაცვლება შესაბამისად აი ეს იქნება ეს არის უსასრულოდ მცირე წაინაცვლა დაუშვათ აი წია ზემოთ შესაბამისად აქ იქნება უსასრულოდ მცირე dv მოცულობა ხო და ამ უსასრულოდ მცირე მოცულობაში გვექნება მოსული ესე იგი მოცულობის ელემენტი არის ეს უსასრულოდ მცირე მოცულობის ელემენტი შესაბამისად მოცულობა მუშაობა აი ამ მცირე მოცულობაში d-ა ტოლი იქნება p დელტა v-ი ხო p დელტა v-ი ეხლა ჩვენ თუ ავდგებით და აი პატარა d-ებს თუ ავჯამავთ აი პატარ-პატარა მოცულობებს თუ ავიღებთ თუ განვიხილავთ აი აქ პატარ-პატარა მოცულობებს მთლიანად მივიღებთ მთლიან მოცულობას ხო შესაბამისად ერთი dv-სთვის არ გვაქვს d-ა მუშაობა მთლიანისთვის კიდე a მუშაობა მაშინ ტოლი იქნება აი ამ პატარა dv მოცულობების ჯამის ხო ეს კი სხვა არაფერია თუ არა ინტეგრალი p dv-და ასე ეხლა მეორე მხრივ ეს ტოლი აქედან რა გამოგვივა მუშაობა ტოლი გამოგვივა ინტეგრალი p შევხედოთ ახლა რა იქნება dv მოცულობა იქნება ფუძის ფართობი s-ი გამრავლებული dx-ზე და sx საიდან იცვლება ეს არის ნულოვანი დონე აი ეს დონე ხო ნულოვანი და 0-დან l-მდე იმიტომ რომ ამის მთლიანი სიგრძე არის l ანუ აქ საზღვრავს თუ ავიღებთ 0-დან l-მდე აი ეს ინტეგრალს თუ ავიღებთ იგივე პასუხი უნდა გამოვივიდეს და მოდით შევამოწმოთ ეს ტოლი იქნება p-ს დამოკიდებულება კი ვიცით s-ი მუდმივია ინტეგრალის ნიშნის გარეთ გავა ესე იგი გვექნება s-ი 0-დან l-მდე ხო ρ p-ს მნიშვნელობა კი განსაზღვრული გვაქვს ρ 3l-x 3l-x გვექნება dx-ი კი ბატონო ეხლა ეს ტოლი იქნება აქაც როჟ მოდის გარეთ გავიტანოთ ეს ტოლია ეს როჟ და მოდი ინტეგრალის ადიციურობის თვისება გავითვალისწინოთ ანუ რას ნიშნავს იმას რომ ცალკე ეს შეხილებში დავწეროთ მოდით დამობლებელი რა იყოს ეს იქნება ინტეგრალი 3l 0-დან l-მდე dx-ი ხო ამას კიდე გამოკლდება ინტეგრალი 0-დან l-მდე x dx-ი ეხლა ეს ტოლი იქნება პირველ შემთხვევაში 3l-იც მუდმივი არის და შეგვიძლია ინტეგრალს ნიშნის გარეთ გავიტანოთ ხო კი ბატონო გავიტანოთ მოდით შესაბამისად რა გვექნება მოდი ჩავწეროთ ჯერ და ρ 3l ინტეგრალი dx-ი 0-დან l-მდე კი ბატონო ამას კიდე გამოვაკლდება s-ი ρ ინტეგრალი 0-დან l-მდე dx x dx-იდან ხო x dx-იდან ეს ტოლი იქნება მოდით ზემოთ დავწეროთ ქვემოთ დავწეროთ კი ბატონო ეს ტოლი იქნება dx-იდან ინტეგრალი არის x-ი ჩასმა 0-დან l-მდე მოგცემს პირდაპირ l-ს ესე იგი იქნება 3s-ი ρ l-ი გამრავლებული კიდე l-ზე ანუ l კვადრატი გამოაკლდება s-ი ρ x dx-იდან ინტეგრალი არის x კვადრატ ნახევარი ჩასმა 0-დან l-მდე გვექნება x-ის მაგივრად რო ჩავსვათ ახლა აქ l-ს გვექნება l კვადრატი x-ის მაგივრად და 0-ს რო ჩავსვათ გაგვინულებს შესაბამისად პირდაპირ შეგვიძლია აქ დავწეროთ l კვადრატი ასე და რა გამოგვივიდა ახლა ჩვენ ეს ტოლი გამოგვივიდა რის ტოლი გამოვა ახლა ეს 3s ρ l კვადრატს კიდე s ρ l კვადრატი აკლდება ხო კი ბატონო ეს კიდე არის ზუსტად რაც მივიღეთ იმის ტოლი 5 მეორედი s ρ l კვადრატი რა თქმა უნდა ასაკაკეთებად შეიძლება თუმცა პირველი მეთოდი
მეთოდის გამოყენებაც შეგვიძლია, მეორე მეთოდისაც, რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნება, იმით შეგვიძლია გავაკეთოთ ხოლმე. კი ბატონო, მოდი ამას ახლა წავშლი, რაც გავაკეთეთ. და გადავალ მეხუთე კითხვაზე. იმიტომ აქ ადგილი აღარ მაქვს და ეს განათლები არ გვჭირდება. ასე და ახლა მეხუთეზე გადავიდეთ. მეხუთეში რას გვიკითხებიან? მეხუთე. ხო. მიელში მყოფი ჰაერის მიერ მიღებული სითბოს რაოდენობა, თუ ცნობილია, რომ მისი შინაგანი ენერგია განისაზღვრება ფორმულითო, ესე იგი U/5 PV-ს და მოდით ახლა სადაც P ჰაერის წნევაა, ხოლო V მისი მსვლელობაა, ხო? და მოდით ახლა გამოვიყენოთ თერმოდინამიკის პირველი კანონი, Q-ს გვეკითხებიან, ხო? Q ჰაერის მიერ მიღებული სითბოს რაოდენობა და ზოგადად ჰაერის მიერ მიღებული სითბოს რაოდენობა შეიძლება მოხმარდეს დელტა შინაგანი ენერგიის ცვლილებას, მუშაობას ან ორივეს ერთად, ხო? ამას გვეუბნება თერმოდინამიკის პირველი კანონი. და ეს რის ტოლი იქნება ახლა დელტა U იქნება საბოლოოს მინუს გამოკლებული საწყისი U2 - 1 დამატებული მუშაობა, ეს ტოლი იქნება U2, აი აქედან რო გავსაზღვროთ რის ტოლი იქნება, U2 ტოლი იქნება 5 P2 V2 გამოკლებული U1-ისთვის მივიგეთ ისევ აქედან 5 P1 ვერც, ხო? და ამას კიდე დამატებული A, ეს ტოლი იქნება. ეხლა თუ დავუკვირდებით, აი ეს რა იქნება? P2 აგერ ნაპოვნი გვაქვს, ხო? P2 იქნება 2, აი ეს გამოსახულება 2 ρ/L, ხო? გამრავლდება კიდე V2-ზე. V2 კიდე რა არის? ჰაერის მეორე მდგომარეობაში რო გადავყარეს ეს ჩვენი ვერცხლისწყალი ნახევრამდე, აი მის მოცულობა, ხო? აი ამის მოცულობა იქნება ფუძე არის S-ი სიმაღლე 2L. ესე იგი კიდე უნდა გავამრავლოთ 2L, S-ი გამრავლებული 2L-ზე, ფუძე გამრავლებული სიმაღლეზე. ეს ვინ იქნება? ეს რა იქნება? ეს იქნება P1 გვაქვს განსაზღვრული 3 ρ/L-ია, ესე იგი 3 ρ/L კიდე გამრავლებული V1 იქნება, აი მის მოცულობა, ხო? ამის მოცულობა კიდე იქნება ფუძე არის S-ის სიმაღლე L, ესე იგი SL-ზე გამრავლდება პირდაპირ. ესე იგი რა გამოვიდა ნახეთ? 5 მოდი ეს ფრთხილებს გარეთ გავიტანოთ. P2 V2 იქნება 2 ρ/L კვადრატი, იმიტომ რომ 2L შედის აქა, S-ი. ამას კიდე გამოაკლდება 3 უკაცრავად 1 წუთით არ შეგვეშალოს ახლა აქ 2 2 არის 4 გვექნება, ხო? კი ბატონო, 4 გვექნება, არ შეგვეშალოს 4. გამოაკლდება 3 ρ/L კვადრატი S-ი და დაემატება მუშაობა სატოლსთან, აი აქ აქვს განსაზღვრული. ამას კიდე უნდა დაემატოს 5 ρ/L კვადრატ S-ი. ეს ტოლი იქნება 4 ρ/L კვადრატ S გამოკლებული 3 ρ/L კვადრატ S იქნება პირდაპირ ρ/L კვადრატ S, ესე იგი 5/2 პლუს 5/2 ρ/L კვადრატ S, კიდე ემატება 5/2 ρ/L კვადრატ S-ი, ესე იგი 2.5 ρ/L კვადრატ S, კიდე 2.5 ρ/L კვადრატ S დაემატა და მივიღეთ 5 ρ/L კვადრატ S-ი. ესე იგი მეხუთეც რო დავწეროთ ახლა ჩვენ მეხუთეში რა გამოგვდის? მეხუთეში Q ტოლი ყოფილა, ჰაერის მიერ მიღებული სითბოს რაოდენობა 5 ρ/L კვადრატ S-ის ტოლი.